იყოს დარეგულირებული. დიახ. გრაფიკი ხო უნდა იყოს. სასმელ წყალზეა საუბარი. სასმელ წყალზე. რომელ დღეს იქნება? ერთი და მეორე კიდე რა დროს დღისით იქნება თუ ღამით იქნება. დიახ. დავით ცერცვაძე ახალციხის სოფელ კლდეში ცხოვრობს. მას ჩვენ ქალაქიდან სოფელში დაბრუნებისას შევხვდით. გზად ცერცვაძე სოფელში არსებულ სირთულეებზე გვესაუბრება. ამბობს, რომ კლდეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ. განრიგის მიღმა გამოსავალი სოფლის ერთ-ერთი წყაროა, საიდანაც წყალს ადამიანებიც და პირუტყვებიც სვამენ. აქ ორი წყალია, ერთი მთის წყალია, დიახ. ერთი მარილიანი წყალია. აქ რატოა ეს ძალიან კარგია სხვადასხვა. დიახ. მაგრამ აქ არის ნახირის თავმოსაყრელი ადგილი. დილაობით ნახირი თავმოსაყრელი და გაირეკება მე. კი ბატონო. ძალიან ნახირი წყალს სვავს ხოლმე. დილის მოდის, სადაც 8-9 საათზე გამოუშვებენ. შუადღესაც პირველ 2 საათზე კეტავენ. ნაპორით რომ მოდიოდეს, ასე თუ ისე იმყოფინება ადამიანი, ხო? ნაპორით ვინ გამოუშვებს მაგას? დავით ცერცვაძე გეგმავს, რომ სასმელი წყლის პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გააჟღეროს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვისას შესაძლებელია ადგილობრივებმა სოფლის შიდა გზებზეც ისაუბრონ, რადგანაც ფრაგმენტულად მოწესრიგების ფონზე სოფლის უმეტესი ქუჩა კვლავ დაზიანებულია. ნესტან ბლუაშვილი გვეუბნება, რომ გასულ წელს შიდა გზების ნაწილი დააგეს, ძირითადად ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ. არც წყალი გვაქვს და გზაც რა ვიცი ტალახში ვიხრჩობით. აი ახლა აქ შარშან მაგ პროგრამით ზუსტად გზა დააგეს, აი შეხედეთ. აი ამ გამგეობის შენობამდე მიყვანილი გზა და იქით უკვე ტალახი და იქით არის ჩემი სახლი. სოფელ კლდეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა 10 თებერვალს არის დაგეგმილი. თუმცა აქ მცხოვრებლების ნაწილი გვეუბნება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ნაწილი კი კამერის მიღმა ხუმრობს, რომ სოფლის პრობლემებზე საუბარს თუ დაიწყებენ, ციტატა, რესპუბლიკას დაატოვებინებენ. არ ვიცი, სიმართლე რო გითხრათ, ეხლა მე დიდად არ ვარ ჩართული სოფლის ცხოვრებაში და სად ვრცელდება ეს ინფორმაცია, ეგეც არ ვიცი. ალბათ არის სოფლის მოსახლეები, ვინც იციან, მაგრამ მე არასოდეს არ მაქვს ეგ ინფორმაცია სად ტარდება ან შეხვედრა ან რამე. მონაწილეობა არ მიგიღიათ არა, სამწუხაროდ არა, თუმცა მაქვს ხოლმე სურვილი რომ მივიღო, მაგრამ უკვე რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მე ვგებულობთ ამ შეხვედრის შესახებ. ახალციხის მერია სოფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამის თაობაზე ხალხის ინფორმირებისათვის სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებით და სოფელში საინფორმაციო დაფებზე გაკრული განცხადებებით შემოიფარგლა. მერიაში ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის 45 სოფელში 13 დღის განმავლობაში იგეგმება. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს 45-ვე სოფლისთვის ჯამში 612,000 ლარი გამოეყო. თითოეული სოფლისთვის თანხა 10,000-დან 20,000 ლარამდეა გათვალისწინებული.